დანაშაულს აღიარებს, თუმცა წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება. ხოლო იმას ნანობს, რომ გეგმის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხა. როგორ და რა მოტივით დაგეგმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციის შენობის დაწვა და რა მარშრუტი გაიარა დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად. ეს ყველაფერი დღეს სწორედ იმ სასამართლოში მოყვა, სადაც ტერორისტული აქტის ჩადენა სცადა. მე მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის, რომლის ერთ-ერთი სტრუქტურა ხართ თქვენ. ვინმეს მოკლა რომ დომებოდა არც ერთი მანდატური არ იქნებოდა ცოცხალი. სულ 3 ბოთლი მქონდა, ვერ მოვასწარი ბოლომდე მიყვანა. იმიტომ წამოვიღე იარაღი ისეთი მარშრუტი გამოვიარე, ტურებს შეიძლება შევეჭამიან უპატრონო ძაღლებს. ალეკო ელისაშვილმა ხელისუფლების ერთ-ერთ შტოზე თავდასხმა და სასამართლოს დისკრედიტაციას სცადა, რაც სახელმწიფო ბრალდების მხრიდან ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობად შეფასდა. პროკურატურა ელისაშვილისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა და ელისაშვილს პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული კვალიფიკაციისათვის განმსაზღვრელი, რა თქმა უნდა, იყო თავად ბრალდებულის ქმედება და საქმეში არსებული მტკიცებულებები. დაადასტურა ბრალდებულმა მის მიერ უშუალოდ ქმედების ჩადენის ფაქტი, თუმცა თვლის, რომ ეს არ იყო დანაშაულებრივი ქმედება. ელისაშვილის უფლებადამცველების სამართლებრივ ბრძოლას აანონსებენ და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციოში გასაჩევრებას გეგმავენ. საქმეში არსებული არაერთი ვიდეო მტკიცებულების მიუხედავად ადვოკატი ირწმუნება, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიზანი ტერორისტული აქტი არ ყოფილა. აღიარებს კონკრეტულად ქმედებას და არა იმ ბრალს, რასაც მithumetes პროკურატურა პრიორიტეტი რო ყოფილიყო ამ შენობის გადაწვა და არა ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება, ის ადვილად გაანეიტრალებდა სამივე მანდატურს და გადაწყვეტა შენობას. ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაში ბრალდებულ ელისაშვილს თანაპარტიელები ერთი მეორის მიყოლებით გაემიჯნენ. ძლიერი საქართველოს ლიდერის მიერ არჩეული პროტესტის ფორმა მისაღები არც სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის აღმოჩნდა. ქმედება ჩვენთვის პარტიულად არის მიუღებელი, რა თქმა უნდა, თუმცა ამის მიღმა უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილის ეს რეჟიმი სასოწარკვეთაში აგდებს არა მხოლოდ რიგით მოქალაქეებს, არამედ პოლიტიკოსებს და მათ უბიძგებს სასოწარკვეთილი და თავგანწირული ქმედებისგან. თულია ის გახსნა ის მოტივები და ის გზების ხერხების საშუალებები, რომელთაც მან გამოხატა თავისი პოზიცია. იმავდროულად აბსოლუტურად მიუღებელი არის დღეს ალეკო ელისაშვილის მიმართ კიდევ რაღაცა დამატებითი ბრალდებების და მორალური პედესტალიდან მისი მოქმედებების შეფასება. მსგავსი ტიპის ქმედებები ხელსაყრელია ოცნების პროპაგანდისტვის და ამავდროულად ახარებს ჩვენს წერს და რა თქმა უნდა ჩვენთვის ეს არის მიუღებელი. ელისაშვილის შეუსრულებელ მისიას ტრაგიკულ და მძიმე ფაქტად აფასებენ მმართველ გუნდში და იმ გარემოებებზეც საუბრობენ, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ქმედებას წინ უძღოდა. როდესაც არ დაგმობ ძალადობას, მიიღებ ექსტრემს. როდესაც არ დაგმობ ექსტრემის, მიიღებ ტერორიზმს. და დღეს ეს ტერორისტული აქტი არის სრულად შედეგი იმისა, რომ თვალი დაუხუჭა ბრიუსელმა, მისმა ელჩებმა, მისმა პოლიტიკოსებმა თვალი დაუხუჭეს და უფრო მეტიც. კიდევ უფრო მეტად ჩაიხუტეს ისინი, ვინც მოძალადეები იყვნენ. უმძიმესი ფაქტით რეალურად კიდევ ერთხელ უკვე მერამდენედ სათვალავი საგვერია დადასტურდა ქვეყნის შიგნით თუ რეალურად რა ძალებთან გვაქვს საქმე. ფაქტია, რომ ტერორისტული აქტის ჩადენაზე გაწირა მან საკუთარი სამშობლო, გაწირა საკუთარი თავიც მათ შორის და ამ ყველაფრის შედეგი რომ იქნებოდა უცილობლად მართლმსაჯულება და ის სასჯელი, რომელსაც აუცილებლად მიიღებს ალეკო ელისაშვილი, ეს უნდა მანამდე ცოდნოდა. ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაში ბრალდებული ელისაშვილის საქმეზე წინა სასამართლოს ხდომა 22 იანვარს ჩაინიშნა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.